ტემპერატურის მატების გამო თბილისში მიკროავტობუსით მგზავრობა სულ უფრო მეტ დისკომფორტთანაა დაკავშირებული, ამბობენ მგზავრები. მათი განცხადებით მიკროავტობუსის უმეტესობაში კონდიციონერი ჩართული არ არის. მგზავრთა განცხადებით კონდიციონერის ჩართვა ტრანსპორტის მძღოლის კეთილნებაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. რა თქმა უნდა, ყველა მარშრუტში უნდა იყოს ჩართული, მაგრამ არის ხოლმე შემთხვევები, რომ არ აქვს ხოლმე ჩართული და ამგვარად ავიც გარკვეული მიზეზების გამო, ან შეიძლება გაუმართავია მიკროავტობუსი. გავიგეთ. ისე აუცილებლად უნდა იყოს საფრთხეა და ადამიანებს თქმა უნდა ყველა მოუწოდა. ტემპერატურის მომატებასთან ერთად უფრო და უფრო ჭირს, რომ იმგზავროთ ტრანსპორტით, მაგრამ ახალი ავტობუსები ძალიან კარგი საშუალებაა და კონდიციონერებიც არის და ამიტომ არ გვიჭირს და თუ გამოცვლიან და თუ უფრო მეტს შემოიყვანენ, მით უფრო უკეთესი იქნება, რა თქმა უნდა. როცა მგზავრობ ტრანსპორტში, სადაც მილიონობით ხალხი შედის ყოველდღე კონდიციონერება და განიავებაც კი არ ხდება, ძალიან ცუდი პირობა იქნება, რა, ძალიან გაწუხებს. სიტყვია და რავი, ზოგი მძღოლი არც კი გისმენს, ზოგი მძღოლი კიდე გეუბნება, რომ ცოტა ხანში ჩართავს. ართავს ან არა, ეს კიდე სხვა საკითხია. ამ დროს უნდა გავითვალისწინოთ მძღოლი მდგომარეობა, რადგან კონდიციონერის ფული მიდის მისი ჯიბიდან. მთავრობამ უნდა შეუწყოს ხელი მას, რომ კომფორტულად მოახერხოს მგზავრების გადაყვანა. როგორც სატრანსპორტო კომპანია შპს თბილისის მიკროავტობუსის წარმომადგენელი ნათია მიქიაშვილი ამბობს, მიკროავტობუსებში კონდიცირება მას შემდეგ ჩაერთვება, თუ ჰაერის ტემპერატურა 28 გრადუსს მიაღწევს. ურჩმ-მძღოლებს კი სხვადასხვა სახის საჯარიმო სანქციები დაეკისრებათ. კომპანიაში ამ დრომდე სიცხით გამოწვეული დისკომფორტის თაობაზე მგზავრთა პრეტენზიები არ მოусმენიათ. შინაგანაწესის დაცვით ვავრცელებთ მძღოლებს შორის ავტოფარეხების ხელმძღვანელების მეშვეობით ბრძანებას, რომ ჩაირთოს კონდიცირების სისტემა, თუმცა ვფიქრობ, რომ როგორც კი 27-28 გრადუსი უკვე პერმანენტულად, სულ გადაცილებული იქნება ჰაერის ტემპერატურა, რა თქმა უნდა, ეს ჩაირთვება. მაგრამ მძღოლი, რომელიც მონიტორინგის სამსახურის მიერ დადასტურებულად შემჩნეული იქნება მგზავრისთვის უარის თქმაზე, რაც გულისხმობს კონდიცირებაზე უარის თქმას, მას ერთმევა 2 კვირის ვადით ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. თუ ასეთი შემთხვევა განმეორდა, უკვე ერთ თვემდე იზრდება ეს ვადა, ხოლო მესამე შემთხვევაზე ჩვენ მძღოლებს პერიოდულად ვუწყვეტავთ ხოლმე ხელშეკრულებას.